მადლობა. დიდი მადლობა. მოგესალმებით ვანო შოუ თავარი იუმორისტული შოუ თავარ არხზე. მოგესალმებით ირანის მაგვარ რაღაც გაურკვეველი ქვეყნიდან. ამ კვირის მოვლენება გვაჩვენა რომ რუსეთიც კი არ ვართ, უფრო ირანის მოდელზე გადავდივართ, ოღონდ მართლმადიდებლური ფორმატით. ანუ ესეთი აზრი გამიჩნდა, მე ესე შევაფასე დღევანდელი მდგომარეობა. ჟურნალისტის პროფესია დაახლოებით 150 წელს ითვლის, მანამდე ეს პროფესია არ არსებობდა, მანამდე სხვადასხვა ინფორმაციის ხალხამდე მიწოდება ხდებოდა წიგნებით და ამ საქმეს აკეთებდნენ მწერლები და ისტორიკოსები. მინდა გითხრათ და გაცნობოთ, რომ ქრისტე, რომლის სახელსაც თქვენ თითქოს იცავთ და გწამთ, ნამდვილად არ ცემდა მწერლებს და წიგნობარებს. ეს იყო ჩემი მონოლოგის ქადაგების ნაწილი, ახლა ვიწყებ გადაცემას. მოდი ახლა დავიწყოთ გადაცემა. თლაც სასაცილოდ არ გვაქვს საქმე, მაგრამ მე შევეცდები მაინც უფრო კაი ხასიათზე დაგაყენოთ. მინდა ყველა ჟურნალისტს, ყველა ოპერატორს, ჩვენ კოლეგებს გამოჯანმრთელება ვუსურვო, ყველაფერი დაიწყო ხუთში დილით. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური განცხადებით, რომელიც ფაქტიურად განცხადებაზე მეტად წახალისება იყო რუსთაველზე გამოსული სასულიერო პირებისთვის და აგრესიული დაჯგუფებებისთვის. მოკლედ, მამაოები პირდაპირ ძალადობისკენ მოუწოდებდნენ და ღმერთის სახელით ჯოჯოხეთი მოაწყვეს რუსთაველზე. 53-მა ჟურნალისტმა და ოპერატორმა მიიღო ფიზიკური დაზიანება, მოკლედ ისეთი აგრესიით გამოირჩევიან ეს შავრაზმელები. ღმერთმა მეტეორი რომ გვესროლოს, ესენი პატარა ქვებად დატეხავენ და იმასაც ჟურნალისტებს და ხალხს ესვრიან. ისეთი არანორმალური მდგომარეობა იყო ეს ხალხი ვინ იყო, საიდან გაჩნდა. ესენი ჩვენი მოქალაქეები არიან, მე არ მესმის. აი ესეთი გაველურებული სახეების ადამიანები ჩვენ ქვეყანაში ცხოვრობენ, მე არ მეგონა თუ ცხოვრობდნენ ეგეთი ხალხი. მე მინდა შეგახსენოთ, როგორი ადამიანები იცავდნენ რუსთაველზე 5 ივლისს ქართველობას. გთხოვთ ვაჩვენოთ ვიდეო. 21 საუკუნე არასდროს მოგცემს იმის უფლებას, რომ რაც აქამდე მოგვიტანეს ჩვენი 9 ხერხეული ძის დედა, ჩვენმა მაიაწყვეტელებმა რაც აქამდე მოგვიტანეს, ეს ჩვენ დავკარგოთ, ის ჩვენ გულებშია, ის სამასი არაკველის გენი გვაქვს და როდესაც უსამართლობას ხედავ და შეში რაღაც გაიღვიძებს, ეს არის ის გენი, ეს არის ის ქართული ჩვენს ერთობას გაუღა მაგენი ტიკტოკებში და ინტერნეტებში ამყენებენ შეურაცხყოფას ქართულს და დღეს ქათმებივით სოროში შეცვლენ. და მოусმინეთ ამ ვაჟკაცმა და მართლა მაგარმა ბიჭებმა ვაჟკაცურად დაგვანახეს. მაგალითი მოგცეს როგორი უნდა დაიცოს საქართველოს ქართველებისგან. უხეს ქართველები მაგათი სისხლია. აბა ქართველები ეს უჯიშო. მიდით ბიჭებო ქართველი რო კაი იყოს, მიდით ამოხოცეთ ქართველებმა რო ჩვენი სიცხლე დავიცოთ და ჩვენი ქართველებმა რო დავიცოთ საქართველოს მაგურჯულოებისგან და ქართველები. მოკლედ როგორი განათლებულია ხო ხვდებით, როგორ საუბრობს ასია რამე თუ გინდა მიაღწიო ცხოვრებაში, წინგი უნდა წაიკითხო. წაიკითხე წინგი და ამ კაცმა წაიკითხა წინგი და კი არის წინგიერი. იცის რაც უნდა თქვას. მე აღფრთოვანებული ვარ ამ ახალგაზრდით. ახლავე ვამბობ და დაიმახსოვრეთ, ჩავრაზმელები რომ ჩამოაგდებენ ამ ხელისუფლებას და დააკანონებენ სამართლიანობას. ეს ბიჭი მინდა განათლების მინისტრად. მორჩა, გადაწყვეტილი ამბავია. ადამიანმა მაიაწყნეთელებიო, მოусმინეთ? როგორი ინტელექტი აქვს? არაგველი თან ერთი კი არა 300-იო. 300 იცით რამდენია? ბევრი. და ვითხოვ ამ ადამიანს განათლების მინისტრად, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყანა ასეთ განათლებას იმსახურებს. ჟურნალისტებზე და ოპერატორებზე თავდასხმის შემდეგ ამ გულანთებულმა შავრაზმელებმა უკვე მოქალაქეებზე დაიწყეს თავდასხმები, რუსთაველზე თუ ვინმე საყურე ეკეთა, ყველას მისდევდნენ საყურეს რო თავი დავანებოთ, ფერადი სამოსი თუ ვინმე ესეო იმათაც მის დასდევდნენ. ოდნავ მათგან განსხვავებული თუ ვინმე იყო, ყველას მიმართ აგრესიას გამოხატავდნენ და ბოლოს თამარი ან მუხრანი ვისაც არ ერქვა, იმათაც იწევდნენ. მერე საჯარო ბიბლიოთეკაში უნდათ შევარდნილიყვნენ და წიგნები დაეწვათ, მაგრამ თვითონ ბიბლიოთეკას ვერ მიაგნეს. იცით საიდან უნდა ცოდნოდათ, სად არის ხა ბიბლიოთეკა?
ამ შავრაზმელების თარეს რომ უყურებდი მივხვდი რომ ჩვენ სახელმწიფო არ გვაქვს ქვეყანას მართავენ არაფორმალური დაჯგუფებები არის სრული უკანონობა ხოლო რაც შეეხება კონსტიტუციას გეტყვით რომ ამ ქვეყანას კონსტიტუცია არ სჭირდება უფრო პირველყოფილ თემურ წყობილების წესებზე უნდა გადავეწყოთ შუბები და ქვებით უნდა ვიზღუდოთ ჩვენი თავის გადასარჩენა და დასაცავად ფოთლებ აფარებულის დიდი სიამოვნებით ვილიდი ქუჩაში მაგრამ გეობას დამაბრალებენ და ამიტომ ჯობია რომ თავი შევიკავო და რაზე დავფიქრდი ისიც წინ გაგანია მერის არჩევნები გველოდება მე არ მესმის კალაძე მიმჭრელი ფართხუნა შარლით როგორ უნდა ჩაატაროს წინასე არჩევნო კამპანია რა უნდა რისი მიღწევა უნდა მე არ მესმის რა გინდა ბიჭო კაცებსაც გინდა რომ მოსწონდე თუ რა გინდა გეკითხები რა კაცებსაც გინდა მოსწონდე თუ რა გინდა ბიჭო რა ისის მიღწევა გინდა სამასი არაგველების და იმის ხაზმა ხერხეულების ისეების ქვეყანაში ჩვენი ხაზა მაიაწყნეთელებისთან მაიაწყნეთელი ყველაზე მაგარი მაიაწყნეთელების ანუ ბევრნი იყვნენ მაიაწყნეთელი ძალიან საინტერესო პოსტი გამოაქვეყნა Facebook-ზე ელენე ხოშტარიამ რომელიც უცებ მოედო საინფორმაციო სივრცეს მოდით ნახოთ ეს პოსტი წაგიკითხავთ ჩემს მეგობარს ახლა შეურაცხყოფა მიაყენა გამლელმა წვრილ სიგარეტს ეწევი შენ პიდარასტი იქნებიო აბა მარტო წვრილი სიგარეტი კი არა არ დავინახოთ ჩემს ქვეყანაში შავის გარდა სხვა ფერი ვინმეს ეცვას იცოდეთ ყველა მოლს დავარბევთ სადაც ფერადი მაიკები იყიდება და დგომითაც იდექით ვაშკაცურად ისეთი დგომები არ დავინახო ესეთი დგომები არ დავინახო და ზოგადად სიგარეტის ნორმალურად მოწიეთ არ დავინახო ესე ვიღაცა სიგარეტს ეწეოდა მოწიეთ ვაშკაცურად რა ძალიან საოცარ რაღაცებზე მიწევს საუბარი აი წარმოგიდგენია გრძელთ მას თუ ატარებ გირტყავენ საყურე თუ გიკეთია გირტყავენ წვრილ სიგარეტს ეწევი გირტყავენ მალე ალბათ ბანანი რო იყიდო სანამ ცელოფანში ჩადებ ერთი იქვე რო შეჭამო შეიძლება გაგხიონ ცემით ალბათ რავი აბა ბანანი ქუჩაში რა პონჩში უკბიჩეო გეტყვიან რა პონჩი კბიჩავ ბანანს აი რა ვიცი ამხელა აგრესია ვნახეთ რუსთაველზე ამდენი შეურაცხყოფა ამდენი დაშავებული ადამიანი საინტერესოა ამ ყველაფერზე რას ფიქრობს სასულიერო პირი მოусმინოთ მეუფე იაკობს მე არავინ არ მინახავს მოძალადე იმისი არ მინახავს არ მინახავს არ ნახულობ ხოლმე ხო გითხარით რა ხო მაგრამ არ ვუყურებ ხოლმე ამ ეთერს რა რამდენჯერ გაგიმეოროთ ცხოველთა სამყაროზე ან ზღვის იმაზე ვrtav ხოლმე რომ იქ მშვიდად არის სიტუაცია მეუფე იაკობამ ნაცემ ჟურნალისტებზე და ნაცემ ოპერატორებზე არაფერი იცის თორე მსხვილკბილა დელფინზე კითხე რაც გინდა ეგრევე გიპასუხებს პრობლემა არ არის არ ვუყურებო ტელევიზორსო უყურებ ცხოველთა სამყაროზე არხებსო შეგიძლიათ გადმორთოთ ქართულ არხზე და ნახოთ მგლები როგორ ნადირობენ ფერად ტასაცმელში ჩაცმულ მოქალაქეებზე ასევე შეგიძლიათ ნახოთ ხლიკვით როგორ ადის შავჩოხოსანი კედელზე და სამი ღიპიანი მაძღარი როგორ იყოფს ერთ სუსტ ჟურნალისტს შეგიძლიათ მეუფე იაკობ გადმორთოთ და უყუროთ ხოლმე აი ამ კადრებს ხალხო თქვენ გონიათ მამაობი ყველას ანაფორას და ჩარტს ჩაგვაცმევენ არა აი როგორც შავრაზმელებს მოექცნენ ისე მოგვექცევიან ჩვენს ყველას ტრენაჟორებზე გვატარებენ დაგვკუნთავენ წიგნებს დაგვიმალავენ და ამდენი ვარჯიშისგან ტვინს გარდა ქმნიან კუნთად კუნთი ხო ბევრად ადვილი სამართავია ვიდრე ტვინი ტვინში იქ ბევრი ნეირონია სად ზდიოს ახლა მამაო იმ ნეირონში რომ შემთხვევით საღიაზრი დაგებადოს სად უნდა ზდიოს მამაო ამიტომ ჯობია რომ ტვინები გქონდეს კუნთებად რომ იყოს თავშიც კუნთი იყოს თლიანად აგრესიულმა ჯგუფებმა ევროკავშირის დოშები ჩამოხსნეს და დახიეს თან თავისუფლად დაძვრებოდნენ მოაჯირებზე და შენობებზე ღმერთის გვწამსო იზახიან და თან პარალელურად დარვინის თეორიას ამყარებენ ვერ გავიგე მე ამ ხალხის სახელმწიფოს ევროკავშირის დროშის ჩამოხსნაზეც არ ქონია რეაგირება პრინციპში რეაგირება რანაირად ეკნებოდათ სცენარში რაც ეწერა იმოქმედა ხელისუფლებამაც ისე დროშის დახევა იყო სცენარში რეაგირება არ ყოფილა ყველაფერი მიდის გეგმის მიხედვით სცენარის ბოლოს კულმინაციაა ძვირფასო მეგობრებო ევროპა გვეუბნება უარს ევროკავშირის შესვლაზე და ამ დროს ეშვება ფარდა დიდი შავი ფარდა და ისმის აპლოდისმენტები ფეხზე დგას მთელი კრემლი და ბრავო სასაცილო არ არის სწორად არ გაიცინეთ არ უნდა გაგეცინათ ამაზე მესმის
არა ჭკვიანი კაცია პუტინი. რატომ უნდა შემოვარდეს ამ ქვეყანაში ტანკებით, როცა ჩვენ ქართველებს ჩვენივე ხელით შეგვიძლია მივართვათ ეს ქვეყანა. როდის არ გამოგხსნია? ჩვენ ეს შევძელით, ახლაც შევძლეთ და მომავალშიც შევძლებთ. ჩვენ ამაზე კარგად არაფერი არ გამოგვდის, მინდა გითხრათ. მეორე დღეს პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა ისევ აღმართა პარლამენტის ახალმა თავმჯდომარემ კახა კუჭავა. კი არა, როგორც გაირკვა, ღარიბაშვილსაც დატაკებია ეს კუჭავა. ამ დროშის გამო. ირაკლი მხომ წაახალისა ეს დაჯგუფებები, ხო და მაგრად დატაკებია ეს კუჭავა თვითონ. ეს სერიოზული კაცია. სერიოზული განხეთქილება მოსვლია თურმე, მაგრამ ეგ რა არის? კუჭავა შტერი კი არ არის. ტვინი აქვს, მაგრამ ახლა ახალი პარლამენტის თავმჯდომარე სერიოზული კაცია. ახლა არ კვევს. აი ამ ღარიბაშვილის უკან ვინ დგას? რომ ამდენი სუფლება მისცა თავის სავს და წაახალისა ეს აგრესორები. ხო და ვაი თუ გაიგო და გაარკვია კუჭავა ვინ დგას ღარიბაშვილის უკან, მერე ნახე ცოდვის ტრიალი. ცოდვის ტრიალი, აი მერე იქნება რაც იქნება. ძალიან საინტერესო განცხადება გააკეთა გიორგი გახარიამ. ამ დღეებშიო ჩვენ ვნახეთ ქართული ოცნების და მთავრობის უუნაროვაო. გესმით რა ხდება? გახარია ამბობს ამას. ყოფილი პრემიერ-მინისტრი, არა და რამდენი უუნარობა მახსენდება ადრე. ამ გახარიამ ნახევარი მთავრობა რო გადმოიყვანა თავის პარტიაში. ეს მეხსიერება რატო დატოვა ქართულ ოცნებაში მე არ მესმის. უუნარობა გამოავლინდა ნამდვილად მთავრობამ სპეცრაზმის კი არ გამოუყვანიათ ამ ხელ აგრესიის აღსაკვეთად, არა და გახსოვთ მელიას აყვანის დროს კი იყო გამოსული სპეცდანიშნულების ყველა დანაყოფი. ეს იმიტომ, რომ ქვეყანა არ ჩამოშლილიყო. რომ კანონი აღსრულებულიყო და მაგიტო იყო ეს ამხელა სპეცრაზმი გამოსული იმაზე მელიას ასაყვანად. მართალია ავშავრაზმელებ ამ ხელისუფლებას ტრაქში გაუკეთა კანონი. სამაგიეროდ ამით ქართული საჯდომი გადარჩა. გარყვნილებისგან და ეს არის თავისუფლება. ეს არის საქართველოს საჯდომი თავისუფალია. მაპარტიეთ ამნერ ვიულდი, უხამსობა ვთქვი, მაგრამ უხამსიც, რა ვიცი, უხამსიც აღარ ვიყო. ეკითხებით, უხამსიც აღარ ვიყო. ხო, ირაკლი ღარიბაშვილმა პრაიდის ორგანიზება დაპირისპირება და არეულობა ყველაფერი მიხეილ სააკაშვილს დააბრალა. სააკაშვილი დგას ამ ყველაფრის უკან. მართალია, ამერიკაში დაიგება პრაიდის ამბები, აი მიშამ რო თქვა, ხო გახსოვთ, მე და გახარიაო ერთ საწოლში ვიწექიდო ჩახუტებულებიო. აი ზუსტად იმ დროს დაიწყო და იგეგმა ეს გარყვნილობები და ისინი. ან 9 ძმა ხერხეულიძის ქვეყანაში და მაია წყნეთელების ქვეყანაში ეს გარყვნილობა დაიგეგმა. ჩვენი სამაცი არაგველების ქვეყანაში. რას გამოაპარებ ღარიბაშვილს? ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ ღარიბაშვილმა დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია. ადრე კამპანიის დროს სააკაშვილის სისხლში ცურავდა, გახსოვთ. ეხლა ეს სისხლი აღარ მუშაობს და LGBT-ს რომ ხელმძღვანელობს, აი მაგას მაგ მიმართულებას აწვევიან. უკვე ვხედავ საარჩევნოდ ნაცების ბილბორდს ცისფრად თმაშეღებილი სააკაშვილი როგორც შესქერის ტუჩებ დაბოტოქსებულ მელიას. ერთმანეთს როგორ უყურებენ ესეთი ბილბორდი რა, რომ აი ამბობ. მოკლედ ღარიბაშვილი ისე მონდომებით ცდილობს ეს ყველაფერი მიშას დააბრალოს, რომ შეიძლება მალე LGBT დროშის დაიწყოს ქუჩებში სირბილი და თან იმღეროს რა დროშა მოგცა მიშამ რა დროშა. ფერადი გზელტარიანი ეს ხალხი ადრე მღეროდნენ. ამ დიდი ომის შემდეგ რუსთაველზე დაანონსდა ჟურნალისტები და თავისუფალი მედიის მხარდაჭერი აქცია, რომელზეც ძალიან საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა. ნახოთ ეს ფოტოსურათი. აქციის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე ცაზე გამოისახა ცისარტყელა ძვირფასო მეგობრებო, მართლაც სასწაულია, აი ესე მართლა. ნაპრალი ხო გააჩიდა. მიწისძვრა რამდენჯერმე მოახდინა. ქარიშხალ და წალდიდობა ხო მოგვივლნა, მოკლედ ამ გაფრთხილებებით რომ ვერაფერი გვაგვაგებინა ღმერთმა, ხო უკვე გვეხუმრება, ხვდებით? ამ ცისარტყელად ხო რეალურად ხუმრობა იყო, ღმერთმა, თქვენ არაფერი გეშველებოთო და გაიცინა მაინც. მინდა გითხრათ, ეს ცისარტყელაც არ იყო შემთხვევითი და არანაირ სასწაულთან არ გვაქვს საქმე. აშკარაა, რომ ცისარტყელას უკან სააკაშვილი დგას. ცისარტყელას გასაშვები აპარატი აქვს შემოტანილი, უნდა რომ მიგვაჩვიოს ამ ცისარტყელებს ამ 9 ძმა ხერხეულიძის ქვეყანაში და მაშინ რა ქვია, მაია წყნეთელების ქვეყანაში, რომ მერე მივეჩვიოთ მოუდუნდებით და პირდაპირ LGBT აღლუმს შემოყვება საქართველოში ბათუმიდან. თა რო ვერ ვისდოთ, ეცმება ფარშევანგის ფორმას.
ეგ არის დაგეგმილი. მე ხო ვიცი ახლა, მე ვერაფერს ვერ გამომაპარე. ქვეყანაში ისეთი სიტუაცია და ისეთი ამბები ხდება, რომ ხალხმა მასიურად დაიწყო ფიქრი ქვეყნის დატოვებაზე, მაგრამ ხალხო გული არ გაიტეხოთ. მოიშორეთ ეს ნიჰილიზმი, სპეციალურად ისეთი ინფორმაცია შემოგინახეთ მონოლოგის ბოლოს, რომ არცად წამსვლელი არ ხართ. მოდით ნახოთ, როგორ ვითარდება და შენდება ჩვენი ქვეყანა. სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ წიაღუბანში აღდგენილი წყლის მაგისტრალი დაათვალიერა. შეხედეთ სურათს ხო შეხედეთ მილიარი გადალატყული არის და ხამუთები აქვს დაჭერილი და თლიანი პოსტია გამოვსებული Facebook-ზე რომ აი მაგისტრალი მოინახულა და აი ახლაც ხო მოგინდათ ამ ქვეყნის დატოვება გინდათ კიდე ხალხო ამ ქვეყნის დატოვება ქვეყნის განვითარების 10 წლიანმა გეგმამ დაიწყო უკვე მუშაობა სამტრედიაში წყლის მილი გადააბეს ესე იგი აი შესაძლებელი ყოფილა ხო? აი ხელისუფლებას მინდა მიმართო ხო? თუ მოინდომებთ ხო? ესე იგი შესაძლებელი ყოფილა რომ იმუშაოთ. მალე იმასაც ისწავლით მაგ გადამულ მილში წყალი როგორ ჩართოთ. და უკვე ხალხსაც ეშველება და წყალიც მიეწოდება. ხოთა შორის ეს ჩვეულებრივი მილი არ გეგონოთ, ბახო ჯეიხანის სამტრედიის მილია. ეს ფოტო მოჭრილია თორე სამტრედიის მერის მოადგილის გვერდით ილჰამ ალიევი ჩასუცქული. მოვაჭრევინა რა მე არ დამლო. ალბათ იკითხავთ ხოლოდ პირველი მოადგილე რატომ ესწრებოდა და ამ გრანდიოზულ ღონისძიებასო და მე გეტყვით თვითონ მერი ვერ დაესწრო, ცოტა სუსტი გული აქვს და თურმე და ამ ხელაში დაბეჭდილებებს და ემოციებს აარიდეს თვითონ ეს კაცი. მონოლოგის ბოლოს მინდა მოგმართოთ. კამერა გამოწიაქთ. მონოლოგის ბოლოს მინდა გაგაფრთხილოთ და არ გადართოთ სანამ ჩემი გადაცემა არ დამთავრდება. თავი ამ მოყავით მაგ მობილურებიდან და TikTok-ებიდან და ინტერნეტებიდან და იცვიდე. მე მიყურეთ და იცინეთ ისე როგორც იცინოდნენ ჩვენი წინაპრები, ცხადმახერყეულები და მაიაწყნეთელები და იხითხითეთ თქვენამდეც მოვალ თუ არ გაიცინეთ, იცოდეთ და ძალით გაგაცინეთ, დაგიხეთქოთ მუცელებს და სიცილით ბიჭო. დაიგიცეთ სიცილით ამ დიდი მადლობა ჩვენ შოუს მუსიკალთა აფორდეს ბედი დამონელებს